პროექტი „წიგნიერი ლიდერი“ დაიწყო. პროგრამა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი ახორციელებს. მოსწავლეებთან დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის გუნდები. პროგრამის მონაწილეები 1 წლის განმავლობაში შეისწავლიან ძველ და ახალ აღთქმას, ასევე მსოფლიო რელიგიების ისტორიას. გარდა ამისა, მოზარდებს საშუალება ექნებათ მნიშვნელოვან თემებზე ლექციები მოისმინონ. მოძრაობა დავითიანის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. დღეიდან დაიწყო დავითიანის ახალგაზრდა დიდეთა კლუბებში ახალი თაობის მიღება. ძალიან გვახარებს ახალგაზრდების ინტერესი და ჩართულობა. აქვე აღნიშნავ, რომ 25 კლუბზე მეტი არის ამ ეტაპზე დარეგისტრირებული. პროგრამაში ახალგაზრდებს ელოდება ძალიან საინტერესო 1 წელი, რომელიც იქნება ორიენტირებული მათ პროფესიულ განვითარებაზე, მათი ფასეულობების გამტკიცებაზე, როგორც ეროვნული, ისე სულიერი. ამ პროცესში ჩართულები იქნებიან ახალგაზრდა ლიდერები და მათ შორის თანატოლ განმანათლებები, რომელმაც უკვე შარშან გაიარეს აღნიშნული კურსი და წელს თვითონ იქნებიან წარმოდგენილი როგორც ახალგაზრდა მუშაკები. ამით ჩვენ ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოახდინონ როგორც თავიანთი პროფესიული განვითარება და უნარების განვითარება, ასევე შეიძინონ ახალი მეგობრები და ინტეგრირდნენ საზოგადოებაში როგორც მომავალი ჯანსაღი თაობა და ვფიქრობ, რომ ამას დავითიანი ყოველთვის ეფექტურად გააგრძელებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევები და მიულოცო ყველა ახალ დავითიანელს ჩვენ ოჯახში გაწევრიანება და უსურვო მათ ბედნიერი 1 წელი და უსაზღვრო მოგონებები. 25 სკოლაში ვართ და დაახლოებით 150 მოსწავლე არის პროექტში ჩართული. სკოლების მხრიდან დაინტერესება დიდი არის. შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა. ზოგადად დავითიანის არაფორმალური განათლების კლუბების მიზანი არის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების და პრობლემების გადაჭრა სწორედ მათი ჩართულობით. დავითიანის პროგრამა და ის ესე რომ ვთქვათ კურსი, რასაც ჩვენთან გადიან, ამაში ხელს უწყობს და მაქსიმალურად მხარდამჭერი ვართ ამ პროცესების. შეხვედრების ფარგლებში ახალგაზრდები ისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიც არის ლიდერობა, გუნდურობა, კომუნიკაცია, აქტიური კომუნიკაცია, პროექტების წერა და განვითარება და ასე შემდეგ და ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულნი მომდევნო პერიოდში ამ პროცესებში. დავითიანის შესახებ გავიგე სკოლაში მასწავლებლობისგან, შემდეგ მოვედით ოფისში. დღეს არის პირველი შეხვედრა და ჩემი აზრით დავითიანი დამეხმარება ლიდერული შესაძლებლობების განვითარებაში. ამ პროექტის შესახებ გავიგე სკოლაში, შეხვდები ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს და გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და წავიღებთ ბევრ ცოდნას და გამოგვადგება ცხოვრებაში. წიგნიერი ლიდერი ყოველ წელს ხორციელდება. ამ დროისთვის პროექტში 26 სკოლის 150-მდე მოსწავლეა ჩართული. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დავითიანთან თანამშრომლობით სკოლებში უკვე შექმნილია კლუბები და სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს შეიქმნა.